რამდენადაც უნდა იყო წარუმატებლობისთვის მზად, მინიმუმ იმდენი თვე თუ მეტით არ უნდა იყოს წარმატებისთვის მზად. ყველა ნერვიულობდა, მათ შორის ჩვენს, რა თქმა უნდა, თავიდან ნერვიულობდით იმაზე, რომ კრახით არ დასრულებულიყო. უფრო მეტი მახსოვს 500 ლარს ვუხდიდითო იმას კი, და ცხოვრობასა და ეგ გვეშინოდაო რომ ოღონდ ეგ ფული შემოსვლოდაო რომ გადაგვეხადა. რო გაგვეყიდა დღეში მაღაზია ვლოცულობდით რომ ამ ადამიანის ხელფასი გადაგვეხადა და იჯარაზე ყოფნოდა ფული. ეს იყო ჩვენი მთავარი სანერვიულო რა. და მერე ერთ თვეში რო გითხარი, როცა ხალხს შეუყვარდა განსხვავებული და კარგი პროდუქტი რო გაჩნდა. ერთ თვეში მივხვდით რომ ამ ხელა ტალღისთვის არ ვიყავით მზად და დაგვეწყო ქაოსი. აი ამ ქაოსში რო კრახი განიცადო, ძალიან მაღალი ყოფილა ამის ალბათობა რა. ამიტომ სადღაც ყოველთვის გონებაში გქონდეთ, რომ თქვენი იდეა, რომელიც განხორციელებასაც შეიძლება გეშინოდეთ, იცოდეთ რომ ამ იდეამ ძალიან მალე, აბსოლუტურად მოულოდნელად შეიძლება ნახოს ძალიან დიდი წარმატება და ამას თუ მზად არ დახვდით. გამარჯობა, მე ვარ ლევან თაღიაშვილი და კიდევ ერთი პოდკასტის YouTube-ზე. დღეს თუ ხავს